მოვუსმინოთ საინტერესო ისტორიებს მანქანის ლოგოებზე გაბოსა და გიოსთან ერთად. გამარჯობათ მეგობრებო. ჩემი სახელია გიო, გაბრიელის ძმა. დღეს მე უნდა გამოვჩნდე ვიდეოში. მე ახლა უნდა მოგიყოთ მანქანების ლოგოებს. ეს ფერარია. იყო ერთი მფრინავი, რომელიც თვითმფრინავზეც ეხატა შავი ცხენი. ეს ბიჭი ომში გარდაიცვალა და მისმა დედამ ენცე ფერარს თხოვა, რომ ეს ცხენი მანქანის ლოგოზე დაეხატა. ეს აუდია. ეს სამი კი არა, 4 წრე ნიშნავს, რომ 4 ქარხანა იყო და როცა ერთად გაერთიანდა, დაერქვა აუდი. ბეუ. ეს ბეუია. ადრე ეს ქარხანა თვითმფრინავებს აწარმოებდა. აქ ახატია პირველ ხაზზე ლურჯი თეთრი და მეორე ხაზზე თეთრი ლურჯი. თეთრი ნიშნავს ღრუბლებს და ცისფერი ნიშნავს ეს მერსედესია. ეს სამი ხაზი ნიშნავს, რომ სამი რაღაც შეეძლო. პირველი ეს ხაზი ნიშნავს, რომ მათ ცაში ფრენა შეეძლოთ. მეორე ხაზი ნიშნავს, რომ წყლის ზედაპირზე ცურვად შეეძლოთ და მესამე ნიშნავს, რომ ხმელეთზეც დადიოდნენ. ეს ლამბორჯინია. ერთი ლამბორჯინის ფლობელი იყო, რომელსაც ხარების შეჯიბრება უყვარდა. იგი ზოდიაქოთი იყო ყურო. მას ძალიან უყვარდა ხარების შეჯიბრება. ლამბორჯინს არ უყვარდა ფერარი, რადგან მასზე ხატია და ფერარზე ცხენი. სიტყვიანი. ეს სიტყვიანია. მის ლოგოზე გამოსახულია გადაცემათა კოლოფი, რომელიც ერთმა კაცმა გამოიყენა მანქანისთვის და დიდ წარმატებას მიაღწია. ტოიოტა. ეს მანქანების წარმოებელი კი არა, ადრე საკერავი მანქანების წარმოებელი კომპანია იყო. ეს არის ნემსი, ეს არის ხუნწი და ეს დიდი რგოლი არის ძაფი. ტოიოტას ლოგო ნიშნავს ნემსში გაყრილ ძაფს. სალამ, ამით დამთავრდა ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამაწერეთ და დალაიქეთ ჩვენი ვერსიაში. ამით გემშვიდობებით. ნახვამდის.